ყველა ქალაქს, სოფელსა თუ სხვა დასახლებულ პუნქტს დაარსების საკუთარი ისტორია აქვს, რომელსაც ღრმა წარსულში გადაურბავს ფესვები. სოფელი გოგაშენი ჯავახეთის კარიბჭედ მოიაზრება. იგი უდიდესი სალოცავის მქონე და საინტერესო ისტორიითაა ცნობილი. სოფელი გოგაშენი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ჯავახეთის ზეგანზე, ახალქალაქის რაიონში, ზღვის დონიდან 1742 მეტრ სიმაღლეზე, რომელიც გადაყურებს ციხე-ქალაქ გვარდიას. ჩვენი სოფლის ძველი და ახალი სახელწოდებების შესახებ არსებობს გადმოცემები. თავდაპირველად გოგაშენელების წინაპარი ცხოვრობდა ბარში, სოფელ ჭაჭკაჭში, სულ 13 ოჯახი. მიწის სიმცირის გამო ისინი გადმოსახლდნენ მთაში, სოფელ გოგაეთში, სადაც დღემდე შემორჩენილია მე-5-მე-6 საუკუნის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ნაშთები. გოგაეთში სასახლებულებს ძალზე აწუხებდა სხვადასხვა ხალხთა თარეში. მათ გადაწყვიტეს დასახლებულებდნენ უფრო მშვიდ და უსაფრთხო ადგილზე. ამ გადაწყვეტილებას სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა გოგო. ისინი დასახლდნენ დღევანდელ სოფლის ტერიტორიაზე. პირველი სახლი სწორედ ამ გოგოს ნაშენი იყო, საიდანაც ეწოდა სოფელს გოგაში, ანუ გოგოს ნაშენი. გოგაშენის დაარსების შემდეგ გადაწყვიტეს აეშენებინათ სალოცავი. მე-19 საუკუნეში სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენეს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. მის ეზოში კი ეკლესიის მსახურები დასახლდა. ეკლესია ამჟამად აღდგენაშია. სანამ ჩვენი სკოლის შესახებ გესაუბრებით, გაგაცნობთ, რომ სოფელში მანამდეც არსებობდა 2-კლასიანი საერო სკოლა, რომელიც 1902 წელს გახსნილა. მის გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის ეკლესიის მსახურებს. ჩვენი სოფლის მცხოვრებთა უმეტესობას ეს სკოლა დაუმთავრებიათ. გატარებულ წლებს კი დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებენ. ჩვენი სკოლა აშენებულა 1971 წელს. მისი პირველი ხელმძღვანელი ყოფილა ვახტანგ ბერიძე. სკოლა ორსართულიანია, საკლასო ოთახი, ბიბლიოთეკი და სხვადასხვა სათავსოებით. სკოლის ხელმძღვანელი ეთერი ნადირაძე არიშურებს ძალასა და ენერგიას, რათა ჩვენი სკოლა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში, როგორც სასწავლო პროცესის, ასევე წესრიგის და სისუფთავის მხრივ. სკოლას ემსახურება 22 პედაგოგი. ისინი დაუღალავად შრომობენ, რათა მომავალმა თაობამ უკეთ გაიგლიონ გზა მომავლისაკენ. სოფლის თანამედროვეობაში აშენდა კულტურის სახლი, რომელსაც დღეს კლუბს ვეძახით. აქ ტარდებოდა კინო, ეწყობოდა ლამაზი საღამოები. დღეს ეს მომავალ თაობას ძალიან აკლია, რადგან შენობა დანგრევის პირასაა. 1999 წელს, ისევე როგორც ჯავახეთის ქართულ სოფლებში, მათ შორის გოგაშენშიც ჩამოასახლეს მთიანი აჭარიდან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახები, რომლებსაც მთავრობა უსასყიდლოდ აუშენა საცხოვრებელი სახლები. დღეისათვის გოგაშენში 80 ოჯახი და 400-მდე მაცხოვრებელია. სოფლის გარეთ კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გოგაშიდან გადასული 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. სოფელში სხვადასხვა გვარის ხალხი ცხოვრობს, ისევე როგორც ადგილობრივი, ასევე ჩამოსული გვარები. გვარების შესახებ კი მოგვითხრობს ჩახალ ნათენაძე. დღეს არის დარჩენილი 7 გვარი.
მათ შორის ჩამოასახლეს ჩვენთან აჭარლები 4 გვარია. აქ შევხედოთ წასული ჩვენი ძველი გვარები. ლაზიშვილები, შისკარაძე, სურმან თუ ნამურაძე, ჭონიაშვილი, კოზიაშვილი, ოქრუაძე, პეტრიაძე, ეს ხალხი წასულია ამ სოფლიდან, დღეს არავინ არ არის ამ სოფელში ჩვენთან. შემდეგი გვარები. აქა ეხლა ჩვენი დარჩენილი გვარები არიან აქა. ნათენაძე, ოსტაშვილები, კოჟორიძე, კოხაძე, ბერიძე, ხუციშვილები და თაქთაკიძეები დღევანდელი ირიცხებენ ამ სოფელში და მათ შორის დაგვემატა ჩვენ ჩამოსული ხალხი აჭარლები 4 გვარი. გორჯომელაძე, სოლომონიძე, სურმანიძე და იაკობაძე. დღეს ეს ხალხი ცხოვრობს ჩვენთან. ასეთია სოფელ გოგაშენის მოკლე ისტორია. პატივისცემით მანთაშო კოჟორიძე 2011 წლის 22 მარტი. ოცნება ჩვენი უკვე ასრულდა, რადგან შენება სოფლის დასრულდა, ასე ლამაზი ჩვენი მხარეა, სადაც ყვავილნარს გაუხარია, ასე ლამაზი ჩვენი მხარეა, სადაც ყვავილნარს გაუხარია. სოფელო, ჩემო სოფელო, ლამაზო ჩემო მხარეო, მინდოდა შენთვის მომევლო, დღეს შენი გავიხარეო, მინდოდა შენთვის მომევლო, დღეს შენი გავიხარეო. აქ სიღარიბე მაშინ დასრულდა, როცა გაშენდა ჩაის კულტურა, როცა დაინგრა ძველი ხუღულა, სიხარულის ხმა დაიგუგუნა, როცა დაინგრა ძველი ხუღულა, სიხარულის ხმა დაიგუგუნა.